გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან, მე ვარ დავით კალანდია. არის ასეთი პიროვნება მერაბ მეტრეველი. ის მუშაობს, ის მოღვაწეობს პალიტრა ნიუზზე და ჩემი არ შემჩნეულია სხვადასხვა სახის პროვოკაციული განცხადებების გახმიანებაში. პროფესიით ალბათ ჟურნალისტია, თუმცა დღეს ყველა ჟურნალისტი ჩემ გარდა. მეგობრებო, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჟურნალისტობაზე არასდროს მქონდა პრეტენზია და არც სურვილი. მოკლედ, არის მეთქი ასეთი, მოდი ვიტყვი, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. ადრე ის მეტნაკლებად დაბალანსებულად მეტყველებდა, თავის ლატენტურ ნაცურ მისწრაფებებს აშკარად არ გამოხატავდა, თუმცა გამოგიტყდებით იმ იშვიათი შემთხვევების დროს, როდესაც მის ლაპარაკს ვისმენდი, სულ ველოდებოდი, როდის დაიწყებდა ოცნების ლანძღვას. და ერთი წლის წინ ასეც ქნა, დიახ, თვითონვე თქვა, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ოფიციალურად გადაუხვია, ის უკვე ჩუმად ვერ იქნება. მერაბ მეტრეველსაც უნდა ევროკავშირში და ევროკავშირიც ალბათ მეტრეველის გარეშე სრულყოფილად ვერ გრძნობს თავს. მეტრეველს რომ ვკითხო, რატომ უნდა მას ევროკავშირში შესვლა, ალბათ ბრტყელი ფრაზებით გვიპასუხებს. აი, მათ ვიწრო წრეში მიღებული ფრაზებით, მაგრამ ეს ჩემთვის არაა საინტერესო. მოკლედ, ამ მერაბ მეტრეველმა ამასთანავე საკმაოდ უშნოდ შეაფასა უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის მრწამსი. მან თქვა, რომ ორბანი არის ქოცი და პუტინის აგენტი. ეს მისი სულის გამოძახილი მოყვა პოლიტიკოში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ ვიქტორ ორბანი, ანუ უნგრეთი, დაბლოკავს ყველა გადაწყვეტილებას კიევის დასახმარებლად, სანამ კიევი არ დათანხმდება ტრამპის გეგმას. პირადად მე სრულიად ვეთანხმები ორბანს, რომ ტრამპის გეგმას ხელი უნდა მოეწეროს. მეგობრებო, მე პოლიტიკოსი არ ვარ და ჩემი სურვილია ადამიანების სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული. სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან ვიგებ, რომ ყოველ კვირას ფრონტზე 7,000-მდე ჯარისკაცი იღუპება. რუსი უკრაინელი ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რომ იღუპება და ჩემი არაპოლიტიკური აზრით, რაც უფრო სწრაფად მოეწერება რომელიმე სამშვიდობო გეგმას ხელი, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. ერთმა ნეიტრალური პოზიციის მქონე ადამიანმა თავის დროზე მითხრა, რომ შენ სახელმწიფოებრივად არ ფიქრობ, როდესაც უთხარი, რომ ნებისმიერი მსხვერპლი ჩემთვის მიუღებელია მეთქი. მაშინ სტალინზე ვლაპარაკობდით. სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის ასე იყო საჭირო, მითხრა. კი გავიფიქრე, საინტერესოა შენი ოჯახის წევრი რომ შეეწიროს სახელმწიფოებრიობას თანახმა იქნები, თუ ეს სურვილი მხოლოდ მეზობლის ოჯახს ეხება. ხო და ვიმეორებ, ჩემთვის ნებისმიერი მსხვერპლი მიუღებელია და ალბათ ამიტომაც არ ვარ პოლიტიკოსი. გადაუხვიე. მოკლედ, მერაბ მეტრეველმა ვიქტორ ორბანს ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე ხელის მოწერის დაჩქარების სურვილის გამო ქოცი და პუტინის აგენტი უწოდა. და რატომ პუტინის აგენტი? გეგმა ხომ ტრამპისაა. თუ აქ იგივე პრინციპი მოქმედებს, ამერიკული კანონი ფარა რომ მაინც რუსულია. და რაც შეეხება ორბანის ქოცობას, ანუ ქართული ოცნების წევრობას. გასაგებია, მერაბ მეტრეველმა სიტყვა ქოცი უარყოფითი ასპექტით იხმარა. აბარა პალიტრა ნიუსის ღირსეული თანამშრომელი სხვანაირად როგორ იტყოდა, არა? ხო და მე რომ ვიყო ქართული ოცნების უფროსობა, ან წევრი მაინც გამიხარდებოდა ორბანისნაირი პრინციპული და საკმაოდ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო ოცნების, ანუ ქოცების რიგებში. ასე რომ იქნებ მართლა მოუნდეს ვიქტორ ორბანს ქართული ოცნების პარტიაში გაწევრიანება. და რაც შეეხება პუტინის აგენტობას, კი უპასუხებდი მერაბ მეტრეველს, მაგრამ მასთან საბედნიეროდ კონტაქტი არ მაქვს და ამიტომ მეგობრებო, თქვენ გეტყვით. ორბანი პუტინის აგენტი კი არ არის. ორბანი ორბანის, ანუ უნგრეთის აგენტია. ვიქტორ ორბანი მოქმედებს ისე, როგორც ეს უნგრეთს არგებს, ასე მგონია მე. და რაც მთავარია,
ორბანის პოლიტიკური საქციელი პირველ რიგში მისი ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია და არა მერაბ მეტრეველის, რომელიც შეცდომითაა იმ პროფესიაში მომხვედრილი, რომელსაც ჟურნალისტიკა ქვია. ჟურნალისტი მხარე არ უნდა იყოს. ხშირად მithქვამს, რომ ასეთი მიუკერძოებელი ჟურნალისტის მაგალითი ჩემთვის ლარი კინგი იყო. ჭეშმარიტი ჟურნალისტი სწორ და მართებულ ინფორმაციას უნდა მაწვდიდეს და მე უნდა გადავწყვიტო, სიტყვაზე ვიქტორ ორბანი კოცი, ლეიბორისტი, ფრანკმასონი, ილუმინატი თუ სელენიტია. არა, ახლა არასწორად ვამბობ. ვიქტორ ორბანზე უნგრელმა ჟურნალისტმა უნდა ილაპარაკოს და უნგრელმა ხალხმა გადაწყვიტოს ვინაა. მერაბ მეტრეველმა კი ჩვენიანებზე ილაპარაკოს. რასაკვირველია ჯობია რომ საერთოდ არ ილაპარაკოს, მაგრამ სხვა თუ არაფერი შეუძლია და პალიტრანიუს მასზე კომპეტენტური კადრი არ ყავს, ილაპარაკოს. თუმცა მის სიტყვებს მე ყურადღებას ნაკლებად ვაქცევებ და თუ ვაქცევ მხოლოდ ირონიულად. ახლა კი რაც მთავარია ვიქტორ ორბანმა არ გაიგოს მერაბ მეტრეველმა მასზე რაც თქვა, თორემ მეშინია ნერვიულობისგან სახელმწიფოს მართვის საჭე ხელიდან არ გაუვარდეს. და ბოლოს ალიკა ელისაშვილის ქმედებას მისი ადვოკატის გარდა ვინმე თუ გაამართლებდა არ მეგონა, მაგრამ მერაბ მეტრეველმა ეს ქნა. დიახ, მან თქვა ხელისუფლებამ ქვეყანაში ისეთი გამოუვალი მდგომარეობა შექმნა, რომ ადამიანები სასოწარკვეთილ ნაბიჯებზე მიდიან. Das ist fantastisch, მეგობრებო. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.